როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნის შესახებ. გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა. გასული დღეების განმავლობაში ჰქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. ამ გადაწყვეტილებამდე მივედით ჩვენ ერთობლივად. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნება ბატონი კახაბერ გულედანი. კახა გულედანს აქვს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ჯერ კერძო სექტორში 2016-17 წლებში. ის იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მოგვიანებით ის იყო სამგორის რაიონის გამგებელი, ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი. კახა გულედანი დღემდე იკავებდა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას. მე მინდა წარმატებები უსურვო ბატონ კახა გულედანს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლის, ბატონ ირაკლი უღრმესი მადლობა. ნდობისთვის ეს ნდობა მანიჭებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. ამ ახალ გამოწვევებს და ამ ახალ პასუხისმგებლობას შევეცდები გუნდთან ერთად ღირსეულად გავართვა თავი. უღრმესი მადლობა. ბატონ პრემიერ, კითხვა თუ შეგიძლიათ უფრო დაგვიკონკრეტოთ, გითხრათ რას გულისხმობს, რაში იყო ეს განსხვავებული ხედვა? რამდენიმე თემა იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ იყო მინისტრის მოადგილეების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, კანონის თანახმად პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნება მინისტრის სარგენებით მინისტრის მოადგილეები. აქ იყო განსხვავებული შეხედულებები, აქ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ პერსონებს, იყო განსხვავებული შეხედულებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან. ეს ძალიან ზოგადად რომ გითხრათ, დანარჩენი არის რა თქმა უნდა ერთგვარში და სამსახურებო, თუმცა იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორის მოადგილეების თემა, რასაც ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ჩვენ ჰქონდა აბსოლუტურად ჩანსაღი დიალოგი ამ თემასთან დაკავშირებით და ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე. ამასთან დაკავშირებით თავად ბატონი გრიგოლი მოგახსენებთ, ჯერჯერობით ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. დღეს 20 წუთის წინ მომიწია ამასთან დაკავშირებით კომენტარი ეს გაკეთება, ეს არის რა თქმა უნდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ზოგადად მართვის პროცესის ნაწილი. ნახოთ ჯერჯერობით უზრუნველყოფილია ბუნებრივია მთავრობაში ისეთი საკადრო სურათის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მაქსიმალურად ეფექტიან განვითარებას. დანარჩენს შევხედოთ, ეს არის ჩანსახი პროცესი.